საღამოშვიდობის. რამდენად ისმის ჩემი ხმა? თუ არის ხმა და გამოსახულება, აბა გამაგებინეთ, შეიძლება კომენტარებში რომ დამიწეროთ. აბა რამდენად გესმით ჩემი? მგონი არ მოდის ხო ჩემი ხმა, იმიტომ რომ თუ გესმით კომენტარებში დამიწერეთ, რა შეიძლება გამაგებინეთ. ამასობაში მსმენელებიც, სწორედ მაყურებლებიც შემოგვემატებიან. დღეს თემა გვაქვს ძალიან საინტერესო, ღრმა და მნიშვნელოვანი. ასევ იმედია საინტერესოდ გავატარებთ ამ დროს, რაც რამდენი გამოგვივა 30 წუთი, 40 წუთი, 1 საათი. აჰა, კარგად გვესმის. შვენიერი და ძალიან კაი. მოგესალმებით პირველ რიგში, ვინც მხედავთ შესაძლოა პირველად ან მისმენთ, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების ტრენერი, ფსიქოტექნოლოგი, მოდი ესე ვთქვათ, ბევრი საავტორო ტექნოლოგიის ავტორი და ასე შემდეგ. მოკლედ რეგალიები მაქვს საკმაოდ ბევრი, ვარ პრაქტიკოსი უპირველეს ყოვლისა. დაკავებული ვარ დღეში 6-დან 8 საათამდე იმით, რომ ადამიანთა ჯგუფებს, ორგანიზაციებს ვეხმარები საკუთარი ყოფიერების გაუმჯობესებაში, ანუ პრობლემების მოგვარებაში და შედეგიანობის მატებაში. აზროვნების დახვეწის გზით, შინაგანი ცხოვრების დახვეწის გზით, ასე ვთქვათ, ჩემი საქმე არის შინაგანი სამყარო. კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, რომ შევხედოთ სიღრმისეულად ამ საკითხს, ჩემი პროფესია შეიძლება შევადაროთ პროგრამირების სპეციალისტს, რომელიც მაგალითად იმისთვის, რომ თქვენმა კომპიუტერმა ან სხვა მოწყობილობამ რამე აკეთოს, სწორად უნდა იყოს დაპროგრამებული. შესაბამისად იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანებმა რაღაცა სწორად ვაკეთოთ, ამისათვისაც გვჭირდება გარკვეული სააზროვნო პროგრამები, კოგნიტიური პროგრამები. და ეს პროგრამები ყალიბდება ან სპონტანურად და გაუცნობიერებლად და თუ გაგვიმართლა ხო კაი, თუ ვერ გაგვიმართლა და შედეგის მიღწევა პრობლემდება ხოლმე. აი ჩემი პროფესია არის ამ პროგრამების გაცნობიერება და გამართვა. ისეთნაირად, რომ თქვენს ქმედებებს მოყვებოდეს შედეგი. შესაბამისად, რაზე მინდა ვისაუბროთ დღეს? დღეს მინდა ვისაუბროთ იმ გლობალურ მაკროკონტექსტზე, რომელშიც აღმოჩნდით, ანუ სამყაროზე. მთლიანობაში რა ცვლილებები მოხდა სამყაროში, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე, იმაზე თუ როგორ აღვიქვათ ინფორმაციას, როგორ ვახორციელებთ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, რა დასკვნები გამოგვაქვს საერთოდ რეალობის შესახებ, როგორ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად რამდენად შედეგიანები ვართ, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ჯგუფურ დონეზე, ასევე კოლექტიურ და საზოგადოებრივ დონეზეც. და მოდით ცოტა შევეხოთ ისტორიას. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე აბრევიატურას, მაგრამ ინგლისური ტერმინებით მაინდა-მაინც არ შეგაწყენთ თავს და პირველად პირდაპირ ქართულად მოგაწოდებთ ხოლმე ამ აბრევიატურების მნიშვნელობას. ანუ დაახლოებით 80-იანი წლების ბოლომდე სამყაროს აღსაწერად, ხო, იმისთვის რომ აგვეწერა სოციალურ მეცნიერებებში თუ როგორია სამყარო, ზოგადად, გამოიყენებოდა აბრევიატურა SPODI. ანუ რას ნიშნავს ეს? პირველი ასო ესი, ინგლისურ ტრანსლიტერაციაზე საუბარი, ხო? ესე იგი პირველი ასო ესი, ეს არის steady, ეგრეთ წოდებული, ხო? მდგრადი. ანუ სამყარო იყო მდგრადი, სტაბილური. მეორე პარამეტრი ამ SPODI-ს ეს არის P, ანუ predictable, ანუ პროგნოზირებადი, სადაც მეტნაკლებად შეგეძლო განგეჭვრიტა მომავალი 1 წლით, 3 წლით, 5 წლით, 10 წლით და დაგესახა რაღაცა შენთვის მნიშვნელოვანი მიზნები.
სპოდის მესამე ლიტერა ნიშნავს ორდინერის, რაც თარგმნება როგორც მარტივი, ანუ მარტივი და გასაგები იყოს სამყარო, მოდი ესე ვთქვათ, დღევანდელთან შედარებით, თორე მაშინ შეიძლება გეჩვენებოდათ ხოლმე რთულად, მაგრამ დღევანდელთან შედარებით იყო მარტივი. და დეფინით, ანუ გარკვეული, სადაც მეტნაკლებად ყველაფერი გასაგებია. გასაგები იყო რა იყო ცვლადი პარამეტრები და რა იყო კონსტანტები, ხო, რა იყო მუდმივი. შესაბამისად, ესეთ პირობებში ფუნქციონირება და დაგეგმარება იყო შედარებით კომფორტული. იმიტომ რომ მოითხოვდა, ასე ვთქვათ, დღევანდელთან შედარებით საკმაოდ მარტივ სააზროვნო უნარჩვევებს. შემდეგ 80-იანი წლების ბოლოდან სამყარო გახდა უფრო რთული. რას ქვია გახდა უფრო რთული, ხო? ეს სირთულე არ ჩამოვარდნილა ციდან. ბიოსფერო დარჩა პრინციპში უცვლელი. ბუნებრივი პირობები, ადამიანის ფიზიოლოგია მეტნაკლებად სტაბილურია და მას არანაირი ცვლილება არ გამწდია. გართულდა სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ჩვენი შექმნილია, ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი არსება, რომელიც ქმნის ხელოვნურ სამყაროს. ისეთ რაღაცეებს, რაც არიზდება ხეზე და არ ამოდის მიწიდან. გარშემო რომ მიმოიხედოთ, ხო, ალბათ 99%-ით ხართ გარშემორტყმული ისეთი რაღაცეებით, რაც არის ადამიანის შექმნილი ზოგადად. როგორც ჩემ მეგობარს უყვარს ხოლმე აქ აღნიშნა, ყველაფერი ის, რაც შევქმნით არასქესობრივი გზით. შემდეგ გავართულეთ სამყარო. დავიწყეთ უფრო და უფრო რთული შემოქმედებითი პროცესების მეშვეობით ტექნოლოგიური ზრდა. რამაც გამოიწვია სამყაროს გართულება. გართულება რაში გამოიხატა? იმაში, რომ ასე ვთქვათ, შეიცვალა ზოგადად რეალობის პარადიგმა და აღნიშნვა ეს აბრევიატურა SPODI გახდა არააქტუალური, არაფუნქციონალური და შეიცვალა აბრევიატურა VUCAT-ი, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ. აქაც გვაქვს 4 ლიტერა, 400. V პირველი ნიშნავს ცვლას, ანუ volatility, ხო? ანუ სამყარო, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე იყო მანამდე. მეორე, ეს არის მეორე ასო ნიშნავს განუსაზღვრელს. მანამდე თუ იყო ყველაფერი მეტნაკლებად გარკვეული, რა არის მუდმივი და რა არის ცვლადი, შემდეგ ეს გახდა, ასე ვთქვათ, ნაკლებად შესაძლებელი. შემდეგ სამყარო ასევე გახდა რთული, გართულდა და გახდა არაერთმნიშვნელოვანი, გაურკვეველი, მრავალი მნიშვნელობის მატარებელი. შესაბამისად, ამან შექმნა გარკვეული ძვრები აზროვნებაში, ანუ კაცობრიობა იძულებული იყო, რომ ადაპტირებული იყო ამისთვის და შეიქმნა ეგრეთ წოდებული ძალიან ცნობილი მოდელი, რომელსაც ქვია VUCA პრაიმი. რა არის ეს VUCA პრაიმი? VUCA პრაიმი ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანებმა ცვლადობას, მომატებულ ტემპს პირველი დაუპირისპირეთ ესეთ საინტერესო ცნება, გამოგონება, რომელსაც ქვია მომავლის ხედვა. ამ გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო გახდა ძალიან სწრაფი და ცვლადი, კონკრეტული მიზნების გრძელვადიანი ჩამოყალიბება გახდა შეუძლებელი შესაბამისად და ჩვენ დავჯერდით ღირებულებებით ხედვას, ასე ვთქვათ, ღირებულებით ხედვას, რომელიც გვეუბნება, რომ გვაქვს ზოგადად ჩვენი სასურველი მომავლის მონახაზი, მაგრამ კონკრეტულ მიზნებს და კონკრეტულ ამოცანებს გავარკვევთ გზაში, ასე ვთქვათ, ამ მომავლისკენ. გამომდინარე იქიდან თუ რა ცვლილებები მოხდება სამყაროში. განუსაზღვრელობას სამყაროს, ხო, ჩვენ დაუპირისპირეთ მუდმივი განვითარების კონცეფცია. რომ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, შევნარჩუნდეთ, როგორც სოციალური ინდივიდი და როგორც ორგანიზაცია, კორპორაცია, როგორც ერთობა, ჩვენ გვჭირდება მუდმივი განვითარება, საკუთარი თავის მუდმივი განახლება.
რამაც ერთის მხრივ გამოიწვია საკუთარი თავის მიმართ დიდი ინტერესი, მეორეს მხრივ გამოიწვია დაღლა. იმიტომ რომ მომატებულ ტემპებთან ერთად 24/7-ზე ყურადღების დაძაბვა იმისთვის, რომ ვითარდებოდე, აღმოჩნდა ცოტა დამღლელი ადამიანის ნერვული სისტემისთვის. და ხალხმა დაიწყო გადაწვა, ხო? ეს ემოციური გადამწვარობა რო ქვია ხოლმე, ხო იცით, დაახლოებით ეგ. სირთულეს რა დაუპირისპირეთ, ხო, რა შევქმენით იმისათვის, რა გამოსავალი ვიპოვეთ იმისთვის, რომ ეს ამ სირთულეს დავპირისპირებულიყავით. გაგვენეიტრალებინა რაღაცნაირად. ჩვენ დავიწყეთ იმის ცდელობა, მოდი ესე ვთქვათ, რომ გარე სამყაროში, რეალობაში და შინაგან სამყაროში გაგვესაზღვრა რა მაჩვენებლებს ვაკონტროლებთ და რას ვერ ვაკონტროლებთ. ნებისმიერ პროექტში, ნებისმიერი მიზანდასახვის დროს ეს გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წინა ვერსიის სამყაროში. რომ ზუსტად ვიცოდეთ, მაგალითად, რა ფაქტორებს ვაკონტროლებთ, რას მართავთ, რა არის მთლიანად ჩვენი ნებელობის ფარგლებში და რა არა. ასე ვთქვათ და რას უშვებით ამ ფაქტორებს, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ვერანაირად, ხო? გახდა აუცილებელი B, C, D გეგმების შემუშავება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით. ვაი თუ იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მოხდეს რაღაცა გაუთვალისწინებელი, კრიზისული, ამ შემთხვევაში უნდა გქონდეს სათადარიგო გეგმები, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რა უნდა იყოს ეს სათადარიგო გეგმები არ ვიცით, იმიტომ რომ განუსაზღვრელია ის, რასაც ვერ მართავთ. მეთმეც რა მოხდება. ესეთი ტემპებით ვითარდება ყველაფერი. გაურკვევლობას ამ ახალი ვერსიის სამყაროს ჩვენ დაუპირისპირეთ რა? ჩვენ დაუპირისპირეთ მოქნილობა, ხო? მოქნილობაში რა იგულისხმება ამ შემთხვევაში? ნებისმიერი შედეგისთვის მზაობა, როდესაც ვსახავთ უკვე მიზნებს არა, უკვე ხედვას და როდესაც ვიწყებთ რაღაცა მოქმედებებს ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, გვაქვს რაღაცა ტიპის ძალისხმევები, ვასრულებთ გარკვეული ტიპის სამუშაოს შესაძლებელია, ხო? და ამ დროს შინაგანად ვართ მზად ნებისმიერი შედეგისთვის. იმიტომ რომ როგორც არ უნდა დაგეგმრო და როგორც არ უნდა დათვალო და გამოთვალო, ხო? ამ განუსაზღვრელობის და გაურკვევლობის დოზა იმხელა, რომ მიუხედავად ყველანაირი გამოთვლებისა და დაგეგმარებისა, შეიძლება რაღაცა მაინც ამოყირავდეს და ასე ვთქვათ, მივიღოთ არა ის შედეგი, რომელსაც ველოდით. და ერთის მხრივ მზაობა ნებისმიერი შედეგისთვის და მეორეს მხრივ სწრაფი ადაპტაციის აუცილებლობა გაჩნდა, ხო? ესეც გარკვეულწილად დამღლელი გახდა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჯერ რეალობის ერთ ვერსიას ვერ შეეჩვია, ვერ ადაპტირდა და უკვე იძულებულია სხვა რაღაცაზე გადაეწყოს. და ესეც იწვევს გარკვეული ტიპის დაღლას. ამიტომ ხვდები ძალიან ხშირად აი ამ საინტერესო ფენომენს, რომ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს. მას უნდა რომ ეს გააკეთოს, მაგრამ რატომღაც არ გადადის ქმედებებზე, იმიტომ რომ ჩვენი ნერვული სისტემა არის გადაღლილი კი არა, გადამწვარი ამ პირობებში. მაგრამ, ასე ვთქვათ, გამოჩნდა ტუნელის ბოლოს სინათლე და ესეც არ ვიკმარეთ, კიდევ უფრო გავართულეთ სამყარო. კიდევ უფრო შორს წავედით, ასე ვთქვათ, სირთულის გამრავლებაში და მივიღეთ სამყაროს კიდევ ახალი ვერსია, რომელსაც აბრევიატურა VUCA ვეღარ აღწერს. და დღევანდელი სამყარო აღიწერება ძალიან საინტერესო აბრევიატურად, რომელიც ჟღერს ცოტა ქართულად BANI. ესეც ინგლისური აბრევიატურაა, სადაც პირველი B ASO ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი თანამედროვე რეალობა სამყარო არის მოწყვლადი, მსხვერვადი, ადვილად დანგრევადი, ასე ვთქვათ, ხო? დაუცველი შესაძლებელია, რაც ბუნებრივად წარმოქმნის შფოთს, რომ რამე ცუდი არ მოხდეს. და ამ აბრევიატურის მეორე ASO ზუსტად ნიშნავს, რომ თანამედროვე სამყარო არის შფოთით სავსე. დღესდღეობით შფოთვითი აშლილობა არის, მე მგონი, ქრონიკული პრობლემა თანამედროვე კაცობრიობის. ასევე თანამედროვე სამყარო
რომელიც აღიწერება აბრევიატურა ბანით, არის არაწრფივი, არასწორხაზოვანი, ის აღარ ვითარდება გარკვეული ტრენდებით და ტენდენციებით, რომლების პროგნოზირებაც არის პრინციპში შესაძლებელი. და მეოთხე ასო ამ აბრევიატურის ნიშნავს, რომ თანამედროვე სამყარო არის შეუცნობელი. არა მარტო გაუგებარი კი არა, შეუცნობელი. ჩვენი აღქმის აპარატი, ჩვენი ფიზიოლოგიური ორგანოები, ასე ვთქვათ, რომლის მეშვეობითაც აღვიქვათ ინფორმაციას, გრძნობათა ორგანოები, ჩვენი ფილოსოფიური კონცეფციები არ გვაძლევს საშუალებას, რომ აღწეროთ თანამედროვე სამყარო, მივიღოთ მისი ფუნქციონალური აღწერა. ანუ ისეთი აღწერა, ისეთი აღქმა, ისეთი შეფასებები და ისეთი ანალიტიკა, რომელიც მოგცემს სიმშვიდეს და მოგცემს საშუალებას, რომ ეს სიმშვიდის და შფოთიანობის, ასე ვთქვათ, ხვედრითი წილი უფრო მეტად სიმშვიდის მხარეს იყოს, რომ შეძლო ადეკვატური მოქმედება. შესაბამისად, დასვით თუ შეიძლება პლუსი, ვის გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ მარტო თქვენ დარჩით ჭკვიანი და დალაგებული და გარშემო ყველა გაგიჟდა უბრალოდ. ადეკვატურობა დაკარგა ხალხმა მასაში. ვის გაქვთ ესეთი შეგრძნება შინაგანად, ან ესეთი აღქმა რეალობის. ძალიან საინტერესოა, იმიტომ ძალიან ბევრისგან მესმის ეს ამბავი. და შემიძლია გითხრათ, რომ სავარაუდოდ ისინიც ასე აღიქვავენ თქვენით, რომ თქვენ, ასე ვთქვათ, გაგიჟდით, გახდით არაადეკვატური და მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. აი, რაღაცა ორგანიზაციაში რომ მოხვალ ხოლმე სამუშაოდ და მარტო შენ რო გონია, რომ შენ იცი როგორ უნდა გააკეთდეს ყველაფერი სწორედ და გარშემო ყველა ჭკუას უსტი რო გონია, ხო? დაახლოებით ესეთი სიტუაცია, აღქმის ესეთი დეფორმაცია მივიღეთ ჩვენ დღესდღეობით. შესაბამისად, საინტერესო ის არის, რომ ამ პირობებში ვეღარ მოქმედებს, ასე ვთქვათ, დაინგრა, გაფუჭდა, ეგრეთ წოდებული ეშბის კანონი. რას გულისხმობს ეს კანონი, რომ სისტემა, რომელიც უნდა მართო, ხო, უნდა იყოს უფრო მარტივი, ვიდრე სისტემა, რომელიც მას მართავს. ამ პირიქით თქვათ, მოდი, რომ მმართველი სისტემა უნდა იყოს უფრო რთულად მოწყობილი, ვიდრე მართლადი სისტემა. სამყარო, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ადამიანები, ხო, ხელოვნურად, ჩვენს გარშემო რეალობას, ეს არის მართვადი სამყარო, ყოველ შემთხვევაში იყო, ოდესღაც. და ჩვენ გვჭირდებოდა სამყაროს გართულებასთან ერთად სულ უფრო და უფრო რთული აზროვნება იმისთვის, რომ ეს სამყარო გვემართა ადეკვატურად. მაგრამ ისე გართულდა რეალობა და ჩვენმა შექმნილმა სამყარომ შეიძინა თვით გართულების მექანიზმები ჩვენი ცნობიერი ჩარევის გარეშე. ადამიანის გარეშე ხდება მისი განვითარება და გართულება. შესაბამისად, ის, რაც უნდა ვმართოთ, გაცილებით უფრო რთული გახდა, ვიდრე ჩვენ. პირობითად რომ ვთქვათ, ვზივართ გაგიჟებულ ავტობუსში, უკანა სკამზე და ფართო გახელილი შეშინებული თვალებით უყურებთ, სად მიხრის ეს ავტობუსი და რით დამთავრდება ეს ყველაფერი. აი ესეთი საინტერესო მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა, იმიტომ რომ ყველაფერი არის კოშმარულად ზოგადად. ამ პირობებში ჩვენ უნდა გადავჭრათ რამდენიმე სერიოზული ამოცანა, როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად. პირველი, ესე იგი, რაც უნდა ვქნათ, ხომ? იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სამყარო გახდა უფრო მოწყვლადი და მსხვერპლადი, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება შინაგანი მენტალურ-ემოციური სტაბილურობის, ანუ შინაგანი მდგრადობის სწავლა, აბსოლუტურად ახალ დონეზე. ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვა ოსტატობის დონეზე. ამის გაკეთება შეიძლებოდა სისტემურად, მაგალითად,
ეს რომ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, ეს უნარები რომ ივცეთ პირდაპირ სკოლაში, ხო, ემოციური სტაბილურობის, მენტალური სტაბილურობის, მაგრამ მე პირადად ვერ ხედავ ამის პერსპექტივას, რომ ეს ამოცანა გლობალურად იქნას გადაჭრილი, იმიტომ რომ პირიქით ინტელექტს სულ უფრო და უფრო შორდებით წარმატებით და სულ უფრო და უფრო კი არ ვაზროვნებთ, ემოციურად ვრეაგირებთ, უფრო მეტად. ანუ ჩვენი პრინციპში ხვედრითი წილი როა იყო კაცობრიობის. ინტელექტის დონე უახლოვდება ნელ-ნელა კოკერ-სპანიელის ინტელექტის დონეს. კოკერ-სპანიელებთან არაფერი არ მაქვს, მე პირადად საწინააღმდეგო, მაგრამ ესეც სურათი გვაქვს. მაგრამ თეორიულად ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი და შესაბამისად ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარ თავში მაინც შეძლო ასეთი ტიპის მდგრადობის გამომუშავება. მეორე ამოცანა, რომელიც თქვით, ანუ გამომდინარე თანამედროვე სამყაროს მეორე მახასიათებლიდან, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო გახდა შფოთით ახსავსე. შფოთი საიდან მოდის? იქიდან რომ ჯერ ერთი განუსაზღვრელია მომავალი ძალიან მაგრად. დაგეგმარების ჰორიზონტი ძალიან ახლოა მოწეული ზღვისთან ბუკვალურად და თან გამომდინარე იქიდან რომ არ იცი კიდე რა საინტერესო ჯანდაბა მოხდება, ასე ვთქვათ, რა კრიზისთან მოგვიწევს დაპირისპირება, ამან შფოთი შექმნა, ხო? ადამიანების დიდი რაოდენობა შფოთავს სტაბილურად. და ამ პირობებში არის აუცილებელი ფსიქოთერაპია. სხვა ამის სისტემური დაძლევის მექანიზმები ცოტა რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ ფსიქოთერაპიის ვულგარიზაცია ხდება და მისი პროფანაცია ხდება. აბსოლუტურად ყველაფერს ეძახიან დღესდღეობით ფსიქოთერაპიას. ნებისმიერი შინაგანი სამყაროს მიმართულებით, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ჩაღრმავებას, რატომაც თერაპიას ეძახიან. ამ პირობებშიც ეს რთულდება, რომ ეს გადაიქცეს რაღაცა მასობრივ საზოგადოებრივ ფენომენად. ის მომენტი, რომ ფსიქოთერაპევტთან წახვედი, ესე იგი გიჟი ხარ, დღემდე ცოცხალია ეს სტერეოტიპი. ადამიანებს ეშინიათ ფსიქოთერაპიაზე მისვლა, ერთი იმიტომ რომ გონიათ, რომ ასე ვთქვათ, არ სურთ რომ საზოგადოებაში ამან გაიგოს ვიღაც ამის შესახებ, იმიტომ რომ ჩათვლიან გიჟად ელემენტარულად. მეორე, მაინც არ არის ჯერ მასობრივად ისეთი ხარისხის ფსიქოთერაპია, როგორიც შეიძლება რომ ყოფილიყო. დღეს 21 საუკუნეში მაინც დგას ეს ხარისხის პრობლემა. მესამე მომენტი, გამომდინარე იქიდან, რომ სამყარო აღარ არის წრფივი, ტენდენციების და ტრენდების განჭვრეტა გახდა შეუძლებელი, ჩვენ გვჭირდება სისტემური და მოქნილი აზროვნების განვითარებას. ამის მაგივრად ჩვენ ძალიან დიდი ტემპებით, ასკინკილით მივდივართ აზროვნების დეგრადაციისკენ, იმიტომ რომ აზროვნების ნაწილი, სააზროვნო ოპერაციების ნაწილი გადაულოცეთ ელექტრონულ მოწყობილობებს და ჩვენი ტვინი არ ვარჯიშობს რთული ამოცანების გადაწყვეტაში. ეს ერთი. და მეორე, თვითონ შინაარსი და კონტენტი, რომელიც იქმნება მასობრივად. გამარტივებისკენ აქვს ტენდენცია და არა გართულებისკენ. ადამიანების აბსოლუტური სერიოზულობით გეგამათებიან TikTok-ზე და Instagram-ზე 20 წამიან კლიპში ნათქვამ რაღაცა წინადადებაზე და გეგამათებიან ისე, თითქოს ეს არის რაღაცა სამეცნიერო გამათი. აბსოლუტური სერიოზულობით აკეთებენ ამას. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ელექტრონულ მოწყობილობებს ესაუბრება და ემოციურად რეაგირებს ამ დროს. კიდევ ერთხელ Facebook-ზე, აბა თუ ახსარებებს თუ აბარებთ უკვე იმას ხო ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ ჯერ არაო. რაც მაბედნიერებს. ხო და მოკლედ, მასობრივად არ გვაქვს კარგი სიტუაცია აზროვნების კუთხით. დააკვირდით გარშემო ადამიანებს.
რამდენ ადამიანს იცნობს, ვინც წარმოშობს საკუთარ სააზროვნო შინაარს. აღარ ვამბობ იმაზე, რომ ვიღაცამ საზრისები წარმოშოს. არის ხელმძღვანელოს მზასაზრისებით, რომელსაც მას თავაზობს საინფორმაციო ველი, არამედ თვითონ დააგენერიროს საზრის ბევრს იცნობ, მე არ შემიძლია ხელს ჩამოგიტოვოთ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გავაღვიძოთ აზროვნება, იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი აზროვნებას აღარ იყენებს. დღევანდელი ადამიანი იყენებს ძირითადად მეხსიერებას. ანუ მზა ინფორმაცია, მზა აზრები, ეს თავის ქალის ერთი კუთხიდან მეორეში დაათრევს იქით-აქეთ. როგორც სათამაშო, რომელიც მობეზდება ხოლმე ბავშვს, თუ ოთახში დააბურთაებს იქით-აქეთ, აი დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება. ხშირად ურთიერთობ ადამიანთან, რომელიც მეუბნება, რა იმდენი აზრი მაქვს თავში და საუბარს რო იწყებ, ირკვევა, რომ არ არის აზრები. საერთოდ, ძირითადად, ასე ვთქვათ, ერთ და იგივე კონცეფციების ასეთი კარუსელი მიდის თავში, რასაც ქვია ნევროზი. ამ ადამიანების ბრალი კი არ არის. ესეთ პირობებში ჩაყენებული ადამიანების ფსიქიკა, ხო? იშლება, ვეღარ ფუნქციონირებს სათანადოდ. და მესამე, უბრალოდ მეოთხე, რაც აუცილებლად გვჭირდება, რადგან აღმოჩნდით შეუცნობელ გაუგებელ სამყაროში, იმიტომ რომ გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ვეღარ აღვიქვათ სრული სისავსით, ვეღარ ვაკეთებთ ამ რეალობის აღწერას და ანალიზს. გვჭირდება ეს რაღაცეების განვითარება, როგორც არის ინტუიცია, ერთი, და მეორე შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმიური, მოდი ესე ვთქვათ, ცნობიერება. ანუ გვჭირდება უზარმაზარი გამოღვიძება ადამიანის ცნობიერების იმისთვის, რომ მასში ამოქმედდეს ის მექანიზმები, რომლებსაც აქვს უნარი აი ესეთ გართულებულ რეალობაში ასე თუ ისე წარმატებით იფუნქციონიროს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი სამეცნიერო პარადიგმები ზუსტად იმ კონცეფციებში ტრიალებს, რომ რაც გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ვერ აღიქმება, ესე იგი არ არსებობს, ძირითადად ეს არის. ესეც სერიოზულად ამ მიმართულების განვითარება ძალიან სერიოზულად არის დამოხურჭებული, მინდა გითხრათ. ამიტომ ესეთ პირობებში, ესეთ სიტუაციაში ერთ-ერთი რაც გვჭირდება, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინდივიდუალურ დონეზე, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. იმიტომ რომ, როდესაც საკუთარ თავში გამოიმუშავებ აი ესეთი გაურკვევლობის, ცვლადობის და შეუცნობელობის პირობებში ფუნქციონირებისთვის აუცილებელ, ასე ვთქვათ, შინაგან მექანიზმებს, შენი ესეთ ტერმინს შემოვიტან ყოფიერებითი კაპიტალი დავარქვათ ამას, ყოფითი მასა. ანუ შენი უნარი, რომ იყოს სუბიექტი და არა ობიექტი, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. მთავარია აქ არ წავიდეს არ ინვოლუციური პროცესები, ხო, დეგრადაცია არ დავიწყოთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ საკითხი დგას ესე, ან ჩვენ შევინარჩუნებთ სუბიექტურობას, ან დავრჩებით სუბიექტები საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში, როგორც მინიმუმ, ან გავხდებით ობიექტები, რომლებიც ვიქნებით მხოლოდ რესურსები, გარკვეული, ასე ვთქვათ, მექანიზმების თუ ძალების თამაშებში და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მექანიზმები და ძალები, ასე ვთქვათ, არის ადამიანური ბუნების, ხო, შეიძლება ეს რაღაც მომენტში მანქანებმაც კი დაიწყონ ამ მიმართულებით წიაღწევების გაკეთება. პრინციპში ალბათ აი ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. ამ მიმართულებით დიდი ხანია, ასე ვთქვათ, რაღაცებს გიზიარებთ ხოლმე ჩემს გვერდზე, Facebook-ში, YouTube-ზე. ამ პირობების გათვალისწინებით გაწვდით ხოლმე ტექნიკებს, სავარჯიშოებს, რაღაც ალგორითმებს,
შეიძლება შეამჩნიეთ ესა, შეიძლება ვერ შეამჩნიეთ. შესაბამისად, ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე მაინტერესებს მე პირადად ყველაზე ძალიან, იმიტომ რომ საკითხი ძალიან სერიოზულად დგას. ან ჩვენ შევძლებთ აი ამ გლობალურ გამოღვიძებას, ან ანთროპოსფერო დასრულდება დედამიწაზე. თუ გვაქვს რამე შეკითხვები, შეგვიძლია დიალოგი გავმართოთ. რაღაცა მნიშვნელოვანი თუ გსურთ ახლა გააზიაროთ თუ არა და პრინციპში სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, დეკემბერს არა, 18 იანვარს იწყება შეუზღუდავი მიღწევების მარათონი, სადაც გეპატიჟებით ყველას, ვისაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, კი იცით, რამდენად ეფექტურია და შეგიძლიათ მოხვიდეთ და კიდევ ერთხელ განაახლოთ საკუთარი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ხარისხი და დონე, ვისაც არ გაქვთ ჯერ გამოცდილი, მობრძანდით და საკუთარ აზროვნებაზე მუშაობის მეშვეობით გააზარდეთ თქვენი ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი გამოწვევები გველის. მარათონის შესახებ ინფორმაცია და მისი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე, ასევე ამ ვიდეოს ქვეშ დავდებ ბმულს. მარათონი ტარდება ონლაინ ფორმატში. შესაბამისად შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღოთ მონაწილეობა და დავალებები აკეთოთ თქვენთვის კომფორტულ დროს. ანუ არ აუცილებელი რომ მაინც ფიქსირებულად იყოთ რაღაცა დროსა და სივრცეში ერთ ადგილას, იმიტომ რომ ჩანაწერები დაგრჩევათ, გამოგიგზავნება და შესაბამისად დაამუშავებთ ისე, როგორც მოახერხებთ. ოკეი, შეკითხვები თუ გვაქვს, ვისაუბროთ. თუ შეკითხვები არ გვაქვს, პრინციპში შეგვიძლია აქ ნელა-ნელა დავასრულოთ და მოვიფიქროთ რა ლაივი გავაკეთოთ შემდეგ კვირას. და კაი, ალექსი ფთოს კომენტარს მეც და როგორც ვამჩნევს ხვებით დაიღალნენ აზროვნებით და ობიექტებად ყოფნა ურჩევნიათ ადვილია და იმიტომ როგორ მოახერხოთ ამ გადაღლის მოცილება და რამის გაკეთების სურვილი როგორ გავიღვიძოთ. უყურეთ როგორ რაღაცა, როდესაც მაგალითად მეხსიერება არ ყოფნის რაღაცა მოწყობილობას, ის უერთდება clouds, ხო? მოდი ესე ვთქვათ, არსებობს ესეთი კვანტური cloud-ები და ადამიანს აქვს უნარი, რომ ამ cloud-ებს მიუერთდეს და იმ ამოცანების გადაწყვეტაში რაშიც ადრე ძალიან იღლებოდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მარაგი არ ყოფნიდა საკუთარი ნერვული ძალების, ეს cloud-ები, ეს აპლიკაციები, მოდი ესე დავარქვათ, ენერგოსაინფორმაციო, მნიშვნელოვნად აფართოვებს მის შესაძლებლობებს. ძალიან მარტივად გადაწყვეტილი ხდება ყველაფერი. ეს არის ადამიანის ევოლუციის შემდეგი ნაბიჯი, ჩემი ღრმა რწმენით. და როდესაც ვსაუბრობთ გამოღვიძებაზე, საუბარი არის არა უბრალოდ იმაზე, რომ გაგინათ და გონებაში რაღაც. არა. გამოღვიძება ნიშნავს, რომ შენ აცნობიერებ იმ ინსტრუმენტებს, რომელებთანაც ან გაქვს წვდომა, ან შეგიძლია მიიღო წვდომა, რაც გაქცევს აბსოლუტურად სხვა სუბიექტად. და შვილების განვითარებაზე რა მიმართულებით ვიზრუნოთ. მნიშვნელოვანია საკუთარ განვითარებაზე იზრუნოთ, შესაბამისად თქვენი შვილისთვის გახდებით უფრო მიმზიდველი მოდელი. ორი რაღაცა, განავითარეთ საკუთარი თავი და თქვენ შვილებთან შეინარჩუნოთ თბილი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები, რომ ასე ვთქვათ, თქვენგან წამოსული ინფორმაცია, როგორც ცნობიერად, ისე გაუცნობიერებლად, მათ მიერ აღქმულ იქნას როგორც ღირებული. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება უპირატესად ჩვენს თავში, რომ მივხვდეთ, ვაზროვნებთ თუ ვერა აქტიურად და მხოლოდ ვიხსენებთ. ამა თუ იმ სიტუაციაში პასუხებს ვეძებთ თუ შეკითხვებს.
თუ მხოლოდ პასუხების ძიებაზე ვართ ორიენტირებული, სავარაუდოდ უფრო ცოტას ვაზროვნებთ, ვიდრე ასე ვთქვათ, მეხსიერებით მუშაობთ, ხო? ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ გამოწვევის პირობებში ძალიან კარგი იქნება თუ დავსვათ შეკითხვას. აი ამ იმისათვის, რომ ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიო, რა შეკითხვაზე პასუხი მჭირდება? აი რა იქნება ის საუკეთესო შეკითხვა, რაც მიჩვენებს ყველაზე სწორ გზას, იმიტომ რომ შეკითხვები მართავენ ჩვენს ყურადღებას მათ შორის. და კარგი შეკითხვა მიატრიალებს თქვენს ყურადღებას ყველაზე ოპტიმალური მიმართულებით. Так, ანუ ეგრეთ წოდებული კოლექტიური ცნობიერებაა ექლაუდები, არა მარტო. კოლექტიური ცნობიერება არის ადამიანის მიერ შექმნილი წარმონაქმნები. არსებობს ასევე, მოდი ესე ვთქვათ, არაადამიანური წარმოების ქლაუდები. საქარხნო. და როგორც ხდები, მივმართოთ უმაღლეს გონს. კი ბატონო, არც უმაგისობა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ესეთ პირობებში, ასე ვთქვათ, ფუნქციონალურები დავრჩეთ, ადამიანებად დავრჩეთ, მოდი ესე ვთქვათ, ხო, სუბიექტურობა შევინარჩუნოთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი სამყაროს ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ის არის შეუცნობელი, გაუგებარი. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვეხმარება ასეთ სამყაროსთან ურთიერთობაში, არის აზროვნების სიმბოლური კოდი. მაგალითად, აღმოჩნდი რაღაცა რთულ სიტუაციაში. ამ სიტუაციას შენი twin-ი მთლიანად ვერ წვდება. შენ შეიძლება გონია რომ წვდება, მაგრამ ობიექტურად ვერ აღწერს. ასე ვთქვათ, ყველა კომპონენტს ვერ ითავსებს აღქმაში. ამ დროს ერთ-ერთი ძალიან ყველაზე კარგი გამოსავალი არის სიმბოლური კოდი, ეგრეთ წოდებული. მაგალითად, დავსვათ შეკითხვა. რას გავს ჩემთვის ეს რთული სიტუაცია? და აი წარმოიდგინე რაღაცა ხატრული შედარება გააკეთო და მე დაიწყო ფიქრი რატო გავს ამას. და ამ შემთხვევაში შეიძლება მივაგნოთ ინფორმაციის ზუსტად აი იმ ნაჭერს, მოდი პირობითად ვთქვათ, რომელიც იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი გასაწევების მისაღებად. და შემდეგი შეკითხვა, არ ვიცი ამას რა ქვია, მაგრამ ბოლო წლებია შევამჩნიე, რომ შეგრძნებებით ვცხოვრობ. ჩემთვის რეალობა ჩემი შეგრძნებებია პლუს ინტუიცია. შეგრძნებების მოსმენა დავიწყე და ყველაფერზე პასუხიც მან დაარის. გავუბერე? ბოლომ დაგლიჯა, конечно, მაგრამ შეგრძნებებით არ ცხოვრობ. ჩვენს მარჯვენა ნახევარსფეროს აქვს პირდაპირი კონტაქტი სხეულთან. გაცილებით უფრო ღრმა ვიდრე მარცხენას. და ზუსტად ეს მარჯვენა ნახევარსფერო წარმოადგენს აი იმ კლაუდებთან და კვანტურ სამყაროსთან მიერთების და მასში ფუნქციონირების ინსტრუმენტს. და ყველაზე მარტივად მას შეუძლია ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ სხეულის შეგრძნებების მეშვეობით, ანუ პირველი მანდარი ხოლმე რეაქცია. ამ შეგრძნებებს რო გაყვეთ, მან აღმოჩნდება, რომ გარდა შეგრძნებებისა, ვიზუალური სურათებიც არის, ხმებიც არის, ასე ვთქვათ, სისტემური ინფორმაციაც არის, ბევრი რამეა მოკლედ, მაგრამ ამ ეტაპზე გამოგდით შეგრძნებების საკითხვა. სავარაუდოდ მერე და მერე უფრო განვითარდება ეგ უნარი. რადგანაც ჩვენთან ძალიან უცნაურად ხდება ხოლმე ესეთი რაღაც. როგორც კი ადამიანი ხდება აი რაღაცა მისი ინდივიდუალური ნიჭიერების გამოხატვა ხდება ცეკვის და სიმღერის გარდა. რაღაც ძალიან საინტერესო ზეუნარების, ხო? მაშინ არის ეს ტენდენცია რომ გაუბერო. ესეთი მიდგომით ჩვენ ვერ გავფრინდებით, როგორც ამბობდა ცხონებული რეზო გაბრიელს. ამიტომ აზროვნების დახვეწა, განვითარება და შემოქმედება გვჭირდება.
საკუთარი აზროვნების მიმართ შემოქმედებითი პოზიცია თუ არ დავიკავეთ, თუ არ დავიწყეთ საკუთარი აზროვნების გააზრება და მისი შექმნა, საკუთარი არქიტექტურის შექმნა, თუ არ დავიწყეთ შინაგანი სამყაროს ძალიან პესიმისტური განწყობები მაქვს მე პირადად მაგ მიმართულებით. Როგორ შეიძლება ეს დამთავრდეს ყველაფერი, თუ დროზე არ მოვკიდეთ ხელი. კეთილი, მე მგონი, პრინციპში დღეს ამოვწურეთ ეს თემა, ასე თუ ისე. მინდოდა ეს სქემატურად მომეცა, რომ მარტივად გასაგები ყოფილიყო და ამაში ორიენტირება ყოფილიყო ძალიან მარტივი. და მადლობა ყურადღებისთვის. გაუფრთხილდით თავს ჩვენს ასეთ არამარტივ დროში და მომავალ შეხვედრამდე.